მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა არტემს. მე მისი წამყვანი ანი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ მხატვარი ნატალია ლაშხი. ნატალია, გამარჯობა ანი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრე სტუდიაში და გამონახეთ დრო. პირიქით მადლობა შენ მოწვევისთვის. ნატალია, დავიწყებთ ბლით შეკითხვებით. და ჩემი პირველი შეკითხვა არის ესეთი. როდის ხარ ყველაზე ნამდვილი? ალბათ ყველაზე ნამდვილი ვარ მაშინ, როდესაც ვრჩები საკუთარ თავთან. ვუღრმავდები საკუთარ თავს და დავისწავოთ ჩემს შემოქმედებაში. ეს ისახება. აღიარება თუ ცulis ხელოვანს? გარკვეულწილად ალბათ ცulis. გააჩნია თვითონ ადამიანს, როგორ აღიქვავს ის აღიარებას. რა არის შენთვის სილამაზე? სილამაზე ალბათ სიკეთე არის სილამაზე. რა ფერის აურა გაქვს? ამ ეტაპზე გეტყვი რომ ნარინჯისფერი. შენი ხელოვნება როგორ შეფასებდი? უფრო მხიარულია თუ უფრო დრამატული? უფრო დრამატული. საყვარელი ფერი? საყვარელი ფერი მწვანე. ხატვა შეიძლება იყოს გაქცევა? ხატვა და ზოგადად ხელოვნება ალბათ არის თავშესაფარი. ერთგვარი თავშესაფარი. კარგი შეფასებაა ძალიან. სადაც მაქსიმალურად შენ ხარ. ფერი თუ ფორმა? ორივე ერთად. ქმნის რაღაც ერთმთლიანობას. სინათლე თუ ჩრდილი? სინათლის გარეშე ჩრდილი ვერ წარმოიქმნება. რა გაჩუმებს სტილოს წინ? თვითონ გამოსახულება ნამუშევრის. შენი ხელოვნება შენ გმართავს თუ შენ მართავ მას? მე ვმართავ მას. ოდესმე დაგიწყია ნახატი შიშით? არა. ყველაზე დაუგეგმავი ნახატი რომ გაიხსენო? დაუგეგმავი ნახატი სიმართლე რომ გითხრა არ მქონია. ნამუშევრის შექმნის პროცესი ჩემთვის პირველ რიგში ეს არის ამ ნამუშევრის მთლიანად გააზრება საკუთარ თავთან მაქსიმალურად ამ ყველაფრის ჯერ ვიზუალიზაცია საკუთარ თავში და შემდეგ უკვე მისი განხორციელება. როდის გიფიქრია ეს უკვე ზედმეტია? სიმართლე რომ გითხრა ვგრძნობ ხოლმე და ვჩერდები თუ რაღაც ზოგადად ცხოვრებაში არ მომწონს ან ვჩერდები. ანუ ინსტინქტივურად არის ეს. რამდენად ხარ დამოკიდებული მაყურებელზე და რამდენად გაინტერესებს მაყურებლების აზრი? იცი მაყურებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის. რატომ? ალბათ იმიტომ რომ პირველ რიგში როდესაც ხელოვანი ქმნის ნამუშევარს ეს არის ვიზუალური ენა, რომლის მეშვეობითაც ის მაყურებელთან კომუნიცირებს. ეს არის ერთგვარი დიალოგი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ეს კომუნიკაცია ხელოვანსა და მნახველს შორის, მისი აზრის მოსმენა და გაზიარება საკუთარი ხელოვნებით შენი ფიქრების, შენი განწყობის, შენი შინაგანი მდგომარეობის და ალბათ ფიქრობ რომ თუ მარტო დარჩები დედამიწაზე მაშინ ალბათ არ გექნება სურვილი რაღაცა შექმნა. იმიტომ რომ მონოლოგის რეჟიმში იქნები მაშინ და ხელოვნება ეს დიალოგია. რომელია შენთვის ყველაზე რთული ფერი? ალბათ იასამნისფერი. რატომ? არ ვიცი რაღაცნაირად ჩემ ხელოვნებაში სიმართლე რომ გითხრა იასამნისფერი ნაკლებად არის. თუმცა მაგას გააჩნია რა განწყობაზე ხარ. ნახატი შეიძლება იყოს საიდუმლო. დიახ, რასაკვირველია. საიდუმლოა ნამუშევარი, იმიტომ რომ მე ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის რაღაც გარკვეულ სიმბოლოებს, მეტაფორებს ვიყენებ, რაც ალბათ მარტო მე ვიცი, რას ნიშნავს. შენი ხელოვნება უფრო ჩურჩულია თუ ყვირილი? ჩუმი ყვირილი. რა გაბედნიერებს პროცესში ხატვის დროს? იცი ნამუშევრის შექმნის პროცესი ძალიან რაღაც იდუმალია და იაზრებ რომ ამ პროცესში როცა ქმნი ნახატს შენ ხარ გამტარი რაღაც გარკვეული ძალის
გამტარი და შემდეგ როცა ასრულებ ნამუშევარს და უყურებ უკვე ტილოს, ხვდები რომ ალბათ მას ვეღარასდროს ვერ გაიმეორებ, იმიტომ რომ ის მდგომარეობა, ის რაღაც იდუმალება აღარ განმეორდება. საკუთარი სტილი ზოგადად ნაპოვნია თუ შექმნილი? ნაპოვნი არის. ამას ხელოვნურად ვერ იპოვე. ეს ბუნებრივად ხდება. როგორია მხატვრის ეგო? ალბათ ძალიან ძლიერი არის. ვისი აზრი არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ნებისმიერი ადამიანის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, როგორც უკვე აღნიშნეს, პროცესი, ზოგადად ხელოვნება და ნამუშევართან კომუნიკაცია ეს პირველ რიგში არის ვიზუალიზაცია შენი მდგომარეობის და დიალოგი გარე სამყაროსთან და გამოვყოფდი დედის აზრს. დედის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემს ხელოვნებაში. წარმატება უფრო საშიშია თუ წარუმატებლობა? ორივე ალბათ რაღაც გარკვეულწილად გააჩნია როგორ შეხედავ და ეს ინდივიდუალურია. გააჩნია როგორი ადამიანი ხარ და როგორ მიიღებ წარმატებას და წარუმატებლობას. შეიძლება იყოს ყველა მხატვარი. რაღაც ეტაპამდე შეიძლება ასწავლო ადამიანს რაღაც ტექნიკურად ხატვა, ტექნიკურად გადმოსცეს რაღაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა მხატვარი ვერ იქნება. ასარჩევად რომ მქონდეს, რომელს აირჩევდი, ფანქრებს თუ ზეთის აღებავებს? ზეთს უპირობოდ. დღეს რომ თავიდან იწყებდე ცხოვრებას, რას შეცვლიდი შენ ცხოვრებაში? არაფერს არ შევცვლიდი, იმიტომ რომ თითოეული ნაბიჯი წარსულში განაპირობებს შენს აწყოს და მომავალს. ამიტომ არ შევცვლიდი არაფერს. თუ გაქვს და რამდენად მნიშვნელოვანი არის შემოქმედებითი კრიზისები? ყველა ხელოვანის ცხოვრებაში არის ეს მომენტები, რაც პირიქით გაძლიერებს. ნატალია, გადავდივართ გადაცემის მეორე ნაწილზე და აქ ვისაუბრებთ უშუალოდ შენი შემოქმედების ირგვლივ. და ყველა სტუმართან ვიწყებ ძალიან ბანალური შეკითხვით, ასე ვთქვათ, როდის დაიწყე ხატვა, საწყისები რა იყო ამ შენი მხატვრობის და ასე შემდეგ. აი ეს პერიოდი მინდა გაიხსენო, როცა გახსოვს პირველად, როცა ქონდა ურთიერთობა თუნდაც რომელიმე კონკრეტულ სამხატვრო მასალასთან და რა დახატე? როგორც ყველა ბავშვი, ბავშვობიდან ხატავ, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, არასდროს არ მიფიქრია ბავშვობაში, რომ გავხდარიყავი მხატვარი. მე დავიბადე და გავიზარდე ექიმების ოჯახში და აი პატარა ნატალიასთვის რო გეკითხა, გეტყოდა რომ უნდა გამოვიდეს ექიმი, იმიტომ რომ რაღაცა მეგონა რომ თითოეული ბავშვი აგრძელებს თავისი მშობლის საქმეს. მაგრამ რას კურელია, როდესაც გავიზარდე და შემეძლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, რაღაც ჩემი ესე ვთქვათ ის საქმე ამერჩია, რომელიც მე მაბედნიერებს, რასაკურველია, ეს იყო ხელოვნება და მხატვრობა და დღეს ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავის სიმართლე გითხრას სხვა სფეროში. როცა ხატავდი მაშინ აი ბავშვობაში და თან იცოდი რომ გამოსულიყავი ექიმი, ანუ არ გიჩნდებოდა რაღაც გარკვეული შეკითხვა, რომ აი რა არის ეს ხატვა, რატო ვხატავ? რაღაც არ მქონდა საკუთარ ყველა ბავშვი ხატავდი, ანუ აი აბსოლუტურად აი როგორც ყველა ბავშვი, რაღაც 3, 4, 6 წლის ასაკში ხატავდი, მაგრამ ნელ-ნელა როცა გავიზარდე, მე გავიაზრე რომ ეს იყო ის საქმე, რომელიც მინდა რომ მთელი ცხოვრება ვაკეთო. ზოგადად იცი როგორი ადამიანი ვარ, ყოველთვის ვფიქრობ, სანამ რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებ, ვყოყმანობ, მაგრამ რატომღაც ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება ჯერჯერობით ჩემს ცხოვრებაში, რომელიც აბსოლუტურად უყოყმანოდ მივიღე, რაღაც შინაგანმა ხმამ მიკარნახა. დღეს ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავის სხვა პროფესიაში. შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ძალიან პასუხისგებლიანი ადამიანი ვარ, ნებისმიერ პროფესიაში
ყოფილიყავი, მაგრამ რამდენად ეს მე მომანიჭებდა ბედნიერებას და შემავსებდა და იქნებოდა ჩემი საქმე, ეს უკვე მეორე საკითხია. შენ ძალიან გიყვარს ფიგურების ხატვა და შენს რამდენიმე ნამუშევარში ვიცი რომ არის ასე ვთქვათ პარალელები გავლებული მამაშენთან. აი ნამუშევრების რო ვისაუბრო, ვიცი, საკმაოდ ძიმე თემა არის შენთვის, მაგრამ რომ მოგვიყვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი პოპულარობა აქვს ამ ნამუშევრებს და ძალიან მოსწონთ და მინდა რომ ამის ირგვლივ მოგვიყვა. ეს ყოველთვის ვიზუალი თავისით მოდის, ანუ ეს ბუნებრივად ხდება, არა ხელოვნურად. ჩემს ნამუშევრებში ნებისმიერი ფიგურა იქნება თუ პორტრეტი, ეს არ არის კონკრეტული ადამიანი. ეს არის უბრალოდ განწყობა. და რაღაც შინაგანი ჩემი მდგომარეობა, რომელსაც ამა თუ იმ ვიზუალის მეშვეობით გამოვხატავ. სერიებად მუშაობ ზოგადად და დაახლოებით 5 წლის წინ დავიწყე სერია, სადაც ფიგურირებს შიშველის სხეულები ეს მონოტონურ შავ ფონზე და თავარი ალბათ აზრი, ესე რომ გავაერთიანო, არის სხეული როგორც სულის თავშესაფარი. სიმართლე რომ გითხრა, ალბათ ეს დრამატულია ხო ჩემი ეს სერიები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შესრულებული სერიები, რაც უკავშირდება მამის ჯერ ავადმყოფობას, მერე გარდაცვალებას. ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის და არის დღემდე. და ამ სერიებზე მუშაობისას ჩემი მდგომარეობის ასახვა იყო მხოლოდ და მხოლოდ. შენს ნამუშევრებში ხშირად არის სერიული ნამუშევრები. და რომ მოგვიყვა ეს სერიები ზოგადად როგორ იქმნება? ანუ თავიდანვე იცი რომ ეს ნამუშევარი უნდა იყოს სერიად, უნდა გაგრძელდეს თუ ქმნი ერთ ნამუშევარს და შემდეგ გააგრძელებ როგორც სერიულ ნამუშევრად? რაღაც პერიოდია, როდესაც შენ ფიქრობ რომ ერთი ნამუშევარი არ არის საკმარისი, აი გინდა რომ მაქსიმალურად მეტი თქვა და ეს იწვევს განცდას, რაღაც უკმაყოფილების განცდას, რომ კიდე იმუშაო, კიდე ერთი არ არის საკმარისი, გინდა მეტად გამოსახო და მე ეს სერია უკვე ერთიანდება და ერთ თლიანს ქმნის, რომელიც შეკრული არის და მაქსიმალურად ასახავს იმას თუ რისი თქმა გინდოდა. ეხლა მახსენდება შენი სერია, ერთ-ერთი აუზების ირგვლივ გაქვს შექმნილი. ეს სერია მახსენდება მიტოვებული აუზი, ხო? აი რატომ მიტოვებული აუზი? როდესაც სევდიანი ემოცია მოდის ამ ნამუშევრებიდანაც, ანუ განწყობა გადაგაქვს ასეთ სევდიანი ნამუშევრების შექმნის დროს? ნებისმიერი ტილო ეს არის შენი ანარეკლი. და ბოლო 3 წელი ვმუშაობ აუზების თემაზე. ნუ აუზი ესეც გადატანით და მეტაფორული მნიშვნელობით არის ეს იმიჯი, რომელიც ასახავს ჩემს თავს. როგორც ნებისმიერი სხვა ნამუშევარი. შენს პალიტრაზე მინდა ვისაუბრო, აი თუ არის ისეთი ფერები, რომლებიც აუცილებლად გაქვს ყოველთვის პალიტრაზე და ამ ფერების გარეშე არ შეგიძლია მუშაობა? კი, ეს არის მწვანე ფერი და წითელი ფერი. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანი არის მხატვრისთვის პერსონალური გამოფენები, ან ჯგუფური გამოფენები, ხშირი აქტიურობა? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის მხატვრისთვის ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც, ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც მას მაყურებლისთვის მიაქვს თავისი სათქმელი. ყველაზე ძალიან რომელ სამხედრო მასალაში გიყვარს მუშაობა? ძირითადად მუშაობ ზეთში, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ზეთი არის საუკეთესო მასალა. ვერც ერთი ვერ შეედრება მის სიღრმეს. ასევე მუშაობ აკრილში. გრაფიკულ ნამუშევრებსაც ვაკეთებ და სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ ეხლა დავიწყე ქანდაკებაში მუშაობა. საინტერესოა. ძალიან მაინტერესებს. თარგმნილ საინტერესო გამოვა. მინდა გაიხსენო შენი ერთ-ერთი პირველი აი ესეთი წარმატება, რითიც იგრძენი, რომ აი რაღაცა მხატვარი ხარ შენ და ეს არის რაღაც დასაწყისი ძალიან საინტერესო ცხოვრების. ყოველთვის ვითარდები ნებისმიერ პროფესიაში ადამიანი და ყოველი ახალი ნამუშევარი, როდესაც ხატავ და ასრულებ ნამუშევარს, ის უნდა გადადო და თავიდან დაიწყო ფიქრი
არ უნდა იფიქრო, რომ შენ შექმენი ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა შეგექმნა და ამით მორჩა. ყოველ ჯერზე შენ უნდა თავიდან დაიპყრო რაღაც გარკვეული მწვერვალები, საკუთარ თავთან ესე ვთქვათ, იასპარეზო. ფერწერში მუშაობა უფრო გიყურს თუ გრაფიკაში? ფერწერაში. შენ ხარ ესე სამხატვრო აკადემიაში ლექტორი, ასწავლი სტუდენტებს. რამდენად საინტერესო არის შენთვის, ანუ არ გიშლის ეს როგორც ასეთი პირად შემოქმედებაში ხელს, თუ პირიქით იტენები ასე ვთქვათ მათთან ურთიერთობით? ნამდვილად. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის აი ერთ-ერთი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, როდესაც მიმიწვიეს აკადემიაში და დავიწყე მუშაობა ლექტორად. სამხატვრო აკადემია ჩემთვის მეორე სახლი არის და ეს არის ის უდიდესი ბედნიერება, რომელსაც გრძნობ. აბსოლუტურად არ მიშლის ჩემს ხელოვნებაში პირიქით. სტუდენტებთან ყოველდღიური მუშაობა, მათთან აზრების გაცვლა, ეს არის ის, რაც ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რაღაც ერთი მეორეს ძალიან აბალანსებს და კრავს რაღაც ერთთლიანობას. ძალიან მინდა აი ეს ბოლო პერიოდის დაახლოებით 5 წლის ნამუშევრების ექსპოზიცია. რას ურჩევდი დამწყებ მხატვრებს? დამწყებ მხატვრებს ურჩევდი მოусმინონ საკუთარ თავს, ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, იყვნენ ერთგულები ამ საქმის. ხელოვნება ზოგადად და მხატვრობა მოითხოვს ერთგულებას, თავგანწირვას რაღაც გარკვეულ ასპექტში და ეს საქმე ის არის, რომელიც მოიაზრებს ძალიან დიდ სიყვარულს. მიყვნენ საკუთარ შეგრძნებებს. სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში იყავი სხვადასხვა ქვეყნებში გაცვლითი პროგრამით. და ამის ირგვლივ რომ მოგვიყვა რა გამოცდილება დააგროვე, ან რა წამოიღე იმ ქვეყნებიდან, შენი ნამუშევრები ძალიან მომწონს, ანუ იქ შექმნილი და რომ გაიხსენო ეს პერიოდი. მადლობა. ვფიქრობ, რომ მხატვრისთვის ძალიან ასე მნიშვნელოვანია მოგზაურობა და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ხოლმე, როდესაც მოგზაურობ ჩემი საქმით, ესე ვთქვათ, როდესაც პლენერზე ვარ მიწვეული, ან რაღაც პროექტით საზღვარგარეთ, გაცვლა უცხოელ მხატვრებთან აზრების გაცვლა, ხედვების ძალიან კარგი არის, ძალიან გავსებს ესე ვთქვათ, ნებისმიერი ესეთი პროექტი იქნება, რეზიდენცია იქნება თუ გაცვლითი პროგრამა, ეს არის საშუალება იმისა, რომ შენ აივსო, მიიღო გარკვეულწილად ინსპირაცია და შემდეგ გამოიყენო ეს შენს შემოქმედებაში. შენს ნამუშევრებში ნაკლებად არის უფრო აბსტრაქციონიზმი. ანუ რატომ? ანუ არ გიყვარს უბრალოდ თუ ვერ ხედავ იდეას, რომ დავშოთ რაღაცა შექმნა აბსტრაქციული ნამუშევარი. მქონდა რამდენიმე აბსტრაქციული ნამუშევარი სტუდენტობის პერიოდში შესრულებული, მაგრამ რაღაცნაირად ალბათ უფრო ამ გამოსახულებით ვამბობ ჩემს სათქმელს. ძალიან მაინტერესებს შენი აზრი, რამდენად მნიშვნელოვანი არის აკადემიური განათლება? აკადემიური განათლება ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის საფუძველი, რომ მაქსიმალურად განავითარო შენი შემოქმედება. ეს არის ვიზუალური ენა, რომელიც უნდა შეისწავლო და შემდეგ გამოიყენო ეს როგორც ინსტრუმენტი საკუთარი შეგრძნებების, აზრების გამოსახატად. შენ გაქვს საკმაოდ დიდი ტილოები. მონუმენტური და როგორც ვიცი, ამ ყველაფერს თვითონ ჭიმა ვაკეთებ, ანუ როგორ ახერხებ ამ ყველაფერს, რაც განსაკუთრებული რჩევები ხარ გექნება ტილოს გადაჭიმასთან დაკავშირებით. ანუ არ გიჭირს ეს ყველაფერი? ძალიან მიყვარს ხო შორს ეს პროცესი, ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს ტილოს, როდესაც ჭიმავ, რაღაც ენერგიას აძლევს შენს ენერგიას და ეს არის განუყოფელი ნაწილი აი ამ პროცესის, ნამუშევრის შექმნის.
ადრე გრუნტავდი კიდე სტილოს. ოღონდ ნუ ეს რასკოლე მოიცავს ძალიან მრავალშრიან ეს ტექნიკას, რომ დაიგრუნტოს დროს, დრო არის აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი გაშრეს და ასე შემდეგ და დღეს ცოტათი ეს დროის უქონლობის გამო აღარ გრუნტავ ჩემით, მაგრამ ყოველთვის ჩემით ვჭიმავ. სტილოს და ვფიქრობ, რომ ხატვარს ეს უნდა შეეძლოს აუცილებლად ვიდრე აკეთებს მინიმუმ უნდა შეეძლოს. მართალია. საბოლოოდ რომ გადავხედავთ ჩვენს ნამუშევრებს, არის უფრო მონუმენტური ფერწერა, ხო? ვიდრე დაზგური ფერწერა. ანუ რატო ეს დიდი ტილო, ანუ რას გაძლევს? ანუ უფრო თავისუფალი ხარ? უფრო თავისუფალი ვარ, უფრო ძლიერი არის ჩემი აზრით გამოსახულება, როცა არის მასშტაბური. და აი რაღაც ბოლო პერიოდში სულ დიდ ტილოებზე მუშაობდა, რაღაც თითქოს ახლა მინდა კიდე უფრო გავადიდო ზომა. თუ ყოფილა შენს შემოქმედებაში პერიოდი, როდესაც რომელიმე კონკრეტული მხატვრის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ხარ? ესე პირდაპირი გაგებით ზეგავლენის ქვეშ ალბათ არა, მაგრამ თავისთავად არიან არტისტები, რომელთანაც რაღაც გარკვეულწილად რაღაც სულიერ კავშირს გრძნობ. ეს არის შეიძლება სხვადასხვა პერიოდის აბსოლუტურად შემიძლია გამოვყო ახლა ვინც გამახსენდა პირველი თანამედროვე არტისტი, ბელგიელი არტისტი მიხაელ ბორემანსი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძლიერი არის თავის შემოქმედებით, თავისი განწყობით და ძალიან მომწონს თანამედროვე ხელოვნება ძალიან მრავალფეროვანია და ეს არ არის რაღაც გარკვეული ჩარჩო, რომ შენ ფერმწერი ხარ, აკეთებ მხოლოდ ფერწერას, შენ მოქანდაკე ხარ, მარტო ქანდაკებას ხნი. თანამედროვე ხელოვნება მოიაზრებს მედიუმების მრავალფეროვნებას და უნდა არჩიო ის მედიუმი, ის მასალა, რომელიც შენი ნამუშევრისთვის, ამა თუ იმ ნამუშევრისთვის იქნება მაქსიმალურად შესაფერისი. ამიტომ დღეს თანამედროვე ხელოვნებაში გვხდება ძალიან ბევრი არტისტი, რომელიც ქმნის როგორც ფერწერას, ასევე ინსტალაციებს, პერფორმერები, ვიდეო არტისტები და ასე შემდეგ. ძალიან მომწონს ესეთი არტისტი, იტალიელი მოქანდაკე აარონ დემეცი. და სხვა შორის ქონია მასთან ეს კომუნიკაცია, ონლაინ კომუნიკაცია, ესე ვთქვათ, ძალიან ძლიერი არტისტი არის. ძალიან მომწონს ოლაფურ ელიასონი, თანამედროვე არტისტი, ერნტონი გორმლი და ეს გვაჩვენებს იმას, რომ თანამედროვე არტი, კონტემპორარი არტი ეს არ არის ვიწრო გაგებით ხელოვნება, ცალკე ეს ფერწერა, ცალკე ქანდაკება, არამედ ეს არის ძალიან დიდი მრავალფეროვნება მასალების, რაც სრულფასოვნად გამოხატავს არტისტის ჩანაფიქრს. ანუ ექსპერიმენტები მნიშვნელოვანი არის ხელოვანისთვის ეთანხმები ამასათვის და რამდენად შენ თვითონ პირადად რამდენად ჩაგიტარები ექსპერიმენტები და დავუშვათ რა მიგიღი ამ ექსპერიმენტების შედეგად? სხვადასხვა პერიოდში გამიკეთებია ობიექტები სხვადასხვა თემაზე. მაგალითად რაღაც პერიოდი მქონდა ვმუშაობდი ეკოლოგიის თემაზე და ეკოლოგიის თემაზე მქონდა შესრულებული რამდენიმე მაკეტი, ასე ვთქვათ, ობიექტი, ინსტალაციის მაკეტი, რომელიც შემდეგ რო გაიზარდოს ზომაში, უნდა იყოს მასშტაბური. და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მასალა, რომელიც ამა თუ იმ ჩანაფიქრს სრულყოფილად გამოსახავს, არტისტმა უნდა გამოიყენოს აუცილებლად და ჩაატაროს ყოველთვის ექსპერიმენტები. არასდროს არ შეუშინდეს ექსპერიმენტებს და პირიქით გახსნილი იყოს ექსპერიმენტებისთვის. დიდი მადლობა ნატალია, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და ველოდები შენს გამოფენას. დიდი მადლობა. რომელსაც აუცილებლად გავაშუქებთ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ გვესტუმრეთ სტუდიაში. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. თქვენ უყურებთ გადაცემა არტემს. დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ნატალია ლაშხი. დღეს ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.